მოგესალმებით ჩემს მეორე სტუმარს CSKA-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. წინამორბედის სტუმარი, უბრალოდ წინა სტუმარი საუბრობდა იმაზე, რომ მაღალი ხარისხით ჩავატარებთ არჩევნებსო. რა არის ამისთვის საჭირო? ეხლაც საუბრობდით, რომ პოლიტიკური სიმულაციები მიმდინარეობს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მას შემდეგ მაგალითად რაც გაჟღერდა CSKA-ს თავმჯდომარის პოსტი, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უქმდება, მოვისმინეთ ბევრი მოსაზრება. პირველ რიგში ეს გააპროტესტა მაგალითად ოპოზიციური პარტიის წევრმა, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მართველი პარტიის წევრები პოლიტიკურად ერევიანო და პოლიტიკურ ვერტიკალს ექვემდებარებიანო. ისე მაინტერესებს, დღემდე თუ გქონდა თქვენს მოადგილეს მსგავსი შეფასებები, რამდენადაც ვიცი, თავმჯდომარის მოადგილეს ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოპოზიციის კვოტიდან ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომელიც მათ კანონიდან გამომდინარე აქვს, ეს არის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება. ზოგადად ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე ბატონი სიორიძის მხრიდან და ასევე მაინტერესებს, რა ხარვეზები და საფრთხეები შეიძლება არსებობდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მართვის კუთხით, თუ მას მართავს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მქონე პირი, მაგალითად ამ შემთხვევაში ლელოს წარმომადგენელი. მოგესალმებით ნატა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი რამ და დავიწყებ ამით, რომ ზოგადად რამდენი სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრესი, ტრანსფორმაცია, წინ გადადგმული ნაბიჯები, თამდევად ჩვენ საპირწონედ ვისმენთ ხოლმე ყოველთვის მადისკრედიტებელ ნარატივებს, სრულ ნარატივებს, უსაფუძვლო ნარატივებს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე საქმიანობას, ღიაობას, იმ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიც არის ამომრჩეველთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, ინსტიტუციური გაძლიერება, შესაძლებლობების განვითარება და ასე შემდეგ, მოხდეს მისი გადაფარვა. ხო, ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, როდესაც ყოველ ჯერზე დღის წესრიგში საკანონმდებლო ორგანოში დგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან ხდება ამ საკითხის იმგვარად გამოყენება, რომ ესეც იმთავითვე გამოყენებულ იქნეს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის, მისი დადებითი რეპუტაციის დაზიანებისთვის, რომელიც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესით განვავითარეთ. რაც შეეხება ინიცირებულ ცვლილებებს მოადგილესთან მიმართებაში, ჩვენ ვნახეთ გუშინ და დღეს და ვისმენთ ბატონი სიორიძის მხრიდან ისეთ განცხადებებს თითქოს და ასევე შეფასებებს მისი მხრიდან, თითქოს ის პოზიცია, რომლის გაუქმებაზეც არის საუბარი საკანონმდებლო ორგანოში, თითქოს რაიმე რაღაც არსებითი ფუნქციის მატარებელი იყო ადმინისტრაციაში. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ერთადერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ამ მიმართულებით კოდექსში გვაქვს ჩვენ და არა ის დატვირთვა, როგორც დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება, რომ თითქოს ეს იყო რაღაც საკვანძო მიმართულება და საკვანძო პოზიცია საარჩევნო ინსტიტუციაში, არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც თავმჯდომარის არ ყოფნის, ან მისი დროებითი ფუნქციების შეჩერების დროს ხორციელდება მისით უფლებამოსილების მოვალეობის შესრულება და ჩვენ ორიოდე კვირის წინ დაახლოებით თუ არ ვცდები, ასევე ვნახეთ ბატონი სიორიძის პირდაპირი განცხადება იმის თაობაზე და მან ეს ყველაფერი აღიარა ფაქტობრივად არ დამალა, რომ თითქოს ამ ცვლილებების სულისკვეთება ზუსტადაც მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევდნენ და მისი არარჩევის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება უნდა განეხორციელებინა პირადად მას. მაგრამ მოდით ახლა მივყვეთ და ცოტა შევაფასოთ უფრო სამართლებრივად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა სხვა ტიპის შეფასების გაკეთების საშუალება ამ შემთხვევაში არც გვაქვს და თავს არც მივცემთ უფლებას, რომ ასეთი ტიპის შეფასებები გავაკეთოთ. რა ხდება? ხდება რა, რომ კომისიური გადაწყვეტილების ნაწილში ეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს მიერ დანიშნული წევრი იქნება თუ სხვა ნებისმიერ იმ 8 პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრის დანიშნვის უფლებამოსილება გააჩნიათ, გავლენა კომისიურ გადაწყვეტილებებზე, როგორც მოადგილის რანგში, ისევე კომისიის რიგითი წევრის პირობებში არის თანაბარი. რას ნიშნავს ეს? იგივე ჩემ შემთხვევაში თავმჯდომარეს კომისიური გადაწყვეტილების ნაწილში აქვს მხოლოდ და მხოლოდ 1/17
unlimited, ანუ ერთი ხმის უფლება და შესაბამისად ამ ნაწილში მათთვის რაიმე არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამ მოცემულობის პირობებში პოლიტიკურ პარტია ლელოს თუ ეს ცვლილებები ძალაში შევიდა იმ სახით, რა სახითაც არის ინიცირებული, მათ დარჩებათ კომისიის წევრი და კომისიის წევრს ექნება იგივე გავლენა კომისიის გადაწყვეტილებებზე, რაც მოადგილის პირობებში ჰქონდა. ამასთანავე აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება ის, რაზეც ბატონი სიორიძე აპელირებს, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც რომ თითქოს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული პირი იქნება უფრო მიუკერძოებელი, ვიდრე ნეიტრალური პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის თავმჯდომარე, მაშინ როდესაც იგივე ჩვენ რომ არ ვისაუბროთ თეორიულ და ჰიპოთეტურ დაშვებებზე, პირდაპირ პრაქტიკაში რომ გადავხედოთ ამ ადამიანის 2 წლიან და ცოტა მეტ ესე რომ ვთქვათ მსახურებას ამ პოზიციაზე ვნახავთ, რომ მისი ყველა განცხადება გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, პოლიტიკური დღის წესრიგით და ამ ბექგრაუნდს კიდევ და კიდევ უფრო მეტად ამყარებს ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ასევე მან დაიკავა თავისივე მისივე დამნიშნავ პოლიტიკურ სუბიექტში, პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამართლებრივ წინააღმდეგობაში და ინტერესთა კონფლიქტში პოზიციასთან არ არის, მაგრამ აქ არის კომისიის რეგლამენტი, აქ არის საკანონმდებლო დანაწესები, აქ არის ეთიკის კოდექსი, რომელიც იმთავითვე ვალდებულებას უქმნის გარკვეულს კომისიის წევრს იმის თაობაზე, რომ ის იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და მოქმედებდეს მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე და მინიმუმ უხერხული არის ასეთი პირისგან ასეთი ტიპის შეფასებების გაკეთება მოადგილის პოზიციის რაღაც მაღალ მნიშვნელობასთან მიმართებაში, მაშინ როდესაც რეალურად ამ პოზიციას თვითონ არსებითი რაიმე ფუნქციური დატვირთვა არ აქვს, მაგრამ მისი მოვალეობის შემთხვევაში ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანება ლელო თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური გაერთიანება, ხო, ზოგადად არც ამის საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ის შეფასებები, რომელიც დღეს დაინტერესებული მხარეების მხრიდან კეთდება და ეს ჩემს მიერ ზემოხსენებული შეფასება და ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციისთვის არის გამოყენებული. საარჩევნო ცვლილებათა პაკეტში წარმოდგენილი შენიშვნების და ცვლილებების მიღების შემთხვევაში რა შეიძლება შეიცვალოს ოპოზიციის კვოტით კომისიის წევრების უფლება მოვალეობაში მაგალითად? ამაზე ხელავენ და ამიტომ ვამბობ, რომ განმარტოთ უფრო უკეთ. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ოპოზიციურ ნაწილში, მხოლოდ და მხოლოდ ეს მოადგილის კვოტის ამოღებასთან მიმართებაში არის საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე გითხრათ, რომ არსებითი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში განსაკუთრებით ტოპ მენეჯმენტის მხრიდან არაფერი არ შეიცვლება, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, როგორც გითხარით, ის ერთადერთი უფლებამოსილების ფარგლები, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში ოპოზიციური მოადგილისთვის ბუნებრივი არის მას თვითონ ადმინისტრაციის ეფექტიანი საქმიანობის კუთხით რაიმე ესე რომ ვთქვათ ხარვეზი და ხელისშემშლელი გარემოება ნამდვილად არ შეუძლია გამოიწვიოს. თუმცა ბუნებრივია ლოგიკას არის აცდენილი და რეალობას არის გაცდენილი და საერთაშორისო პრაქტიკას არის აცდენილი ის მოცემულობა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ და მოთხოვნა არის საზოგადოების მხრიდან, რომ ინსტიტუცია იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, თავისუფალი პოლიტიკური და ორგანიზაციული გავლენებისგან, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კომპლექსურად ეს საკითხი და უნდა ვნახოთ ის, რომ რა შეიძლება, რა შესაძლებელი შეიძლება მიიღოს ინსტიტუციამ მართლაც ნეიტრალური არჩეული პირისაგან და რა ინსტიტუციამ ინსტიტუციამ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წევრის ასეთ პოზიციაზე არსებობის შემთხვევაში. ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. სააკაშვილის ახალი ინიციატივაა დაანონსა ხმების მცველი სკოლის შექმნა. ეს სკოლაო თვენახევარში ამოქმედებაო. გასაგებია მესმის, რომ ეს შესაძლებელია იყოს წინა საარჩევნო სიმულაციები. პრევენციის რა მექანიზმი არსებობს ამ შემთხვევაში? მე არ ვიცნობ სამწუხაროდ ამ ინიციატივას იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა თქვენი ჩართვის და დღეს სხვა ტელევიზიებთანაც ჰქონდა ჩართვები მნიშვნელოვან კონფერენციაზე ვესწრები, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებასთან დაკავშირებით ხორციელდება ქალაქ ბათუმში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის IFES-ის მეშვეობით და ამ ღონისძიების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე IFES-ის გენერალური დირექტორი იმყოფება საქართველოში და ბევრად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ ახლა მსჯელობა და სამწუხაროდ დღეს გავრცელებულ სხვა ინიციატივებს არ ვიცნობ, თუმცა
მე გეტყვით ერთს, რაც რეალისტურია და რაც რეალურ გარემოებაში გვაქვს ჩვენ დღეს ხმებს დამატებითი თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს და ეს შეიძლება იყოს ჯანსაღი, ობიექტური და მართლაც ორიენტირებული იმაზე, რომ კიდევ დამატებითი მექანიზმები შეიქმნას. ეს ცალკე განხილვის საგანი არის და ამ საკითხს აუცილებლად გავეცნობი და მექნება რა თქმა უნდა ჩემი შეხედულება, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ 26 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 90%-ისთვის ჩვენ გვექნება ტექნოლოგიური საშუალებები განთავსებული საარჩევნო უბნებზე, რომელთაგან ერთი არის ამომრჩეველთა რეგისტრაცია ვერიფიკაციისთვის განკუთვნილი, მეორე კი ამომრჩეველთა ხმების დათვლისთვის, რომელიც იძლევა უტყუარ და ზუსტ ინფორმაციას ამომრჩეველთა უკაცრავად შედეგების მონაცემებთან დაკავშირებით და გარდა იმისა, რომ აპარატი დათვლის და შეამცირებს მნიშვნელოვნად წინასწარ მონაცემებს და სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საარჩევნო უბანზე იქ მყოფ უფლებამოსილ პირებს ჩვენ წინასწარი მონაცემები გაუზიაროთ ამობეჭდილი ქვითრების სახით, დამატებით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესში მაღალი საჯაროობა და გამჭვირვალობა, ესეც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და ვენეციის კომისიისა და EUTODIR-ის რეკომენდაციებს, უზრუნველყოფილი იქნება ყველა უბნის გადათვლა, ხელით გადათვლა და მხოლოდ ამის შემდგომ შემაჯამებელი ოქმის შედგენა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც განთავსებული იქნება აპარატი. ამას გარდა ტრადიციულ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები გაციფრულდება და ყველას ექნება მისი აუდიტირების და მონიტორინგის შესაძლებლობა, დამატებით როგორც ტრადიციულზე, ასევე მოდერნიზებულ საარჩევნო უბანზე. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მოგვიანებით სავარაუდოდ უფრო დეტალურად. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, როდესაც ასეთი მაღალი გამჭვირვალობის და ღიაობის კომპონენტი არის და ვფიქრობ, რომ დამატებითი ინიციატივები ამასთან მიმართებაში აბსოლუტურად ზედმეტია, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე არ ვიცნობ ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა, მოგვიანებით გავეცნობი და მექნება ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, დაველოდოთ 26 ოქტომბერს, როგორც მმართველი პარტია გვპირდება, იქნება გამჭვირვალე არჩევნები. თქვენ უსმენთ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს.